საქმეს აღმოს ტრადიციულად საფონდო ბირჟების მიმოხილვით ვაგრძელებთ და უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც ამერიკულ ინდექსებისათვის საკმაოდ კარგი და დადებითი იყო. NASDAQ-მაც და S&P 500-მაც ახალი რეკორდები დააფიქსირეს. დღესაც საბედნიეროდ ინვესტორების განწყობა ამერიკის მასშტაბით არის პოზიტიური, როგორც ხედავთ, ამ წუთებშიც გვაქვს ზრდა, S&P 500 0.33-ით არის გაზრდილი, NASDAQ-ი 0.21-ით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სწორედ დღეს ისტორიაში პირველად NASDAQ-ის შეფასებამ მიაღწია 22,000-იან ნიშნულს. ეს არის მისი არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმუმი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. NASDAQ-ის აღმასვლის მიუხედავად Dow Jones-ის ინდექს, ანუ 30 უმსხვილესი კომპანიის ინდექს, კორექცია აქვს და ეს კორექცია 0.74%-ს შეადგენს. თუმცა NASDAQ-ის აღმასვლას კი ერთი საინტერესო გარემოება განაპირობებს. როგორც ხედავთ, ეს არის უმსხვილესი კომპანიების სია, სადაც დიდად გამორჩეული შედეგები იდეაში არ არის, მაგრამ ორი რამ აუცილებლად მოხვდება თვალში. პირველი, ეს არის Broadcom-ი, რომელზედაც გასულ დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ, მან უკვე არაერთ გზის დააფიქსირა დღეში 10%-იანი ზრდა და დღესაც ის აფიქსირებს პლუს 9.5%-ს და ბოლო პერიოდში Broadcom-ი არის საუკეთესო ფინანსური შედეგების მქონე კომპანია და ასევე კომპანია, რომელმაც გადააჭარბა აბსოლუტურად ყველა მოლოდინს, რომელიც საერთოდაც არსებობდა საფონდო ბირჟაზე. ეს კომპანია არის Oracle, როგორც ხედავთ, ის ამჟამად იმყოფება მსოფლიოში მე-12 ადგილზე და ის დღეს დაწინაურდა ზუსტად 3 ადგილით. კომპანიის შეფასება უკვე 950 მილიარდია და სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე ის უკვე ტრილიონიანი კომპანიაც კი გახდება და ზრდა, როგორც ხედავთ, არის უბრალოდ დაუჯერებელი რიცხვი. ეს არის 40% ერთ დღეში. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ტრილიონიანი კომპანიების კლუბში არ გვინახავს არათუ 40%-იანი, არამედ 20%-იანი ზრდაც კი ერთი დღის განმავლობაში და Oracle-მა ეს მოახერხა. სხვათა შორის, ამ კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლარი ელისონი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი. დიახ, ის სავარაუდოდ გადაასწრებს ილონ მასკს თავისი ქონების შეფასებით, რადგანაც ის Oracle-ის ძალიან მსხვილი აქციონერია. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას კომპანიის აქციები დიდად არ დაუთმია, თუ კი რა თქმა უნდა თავდაპირველ საინვესტიციო რაუნდებს არ ჩავთვლით. აქვე Oracle-ზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა, ამ კომპანიამ გამოაქვეყნა ფინანსური შედეგები, რომელსაც რთულია საერთოდ რაღაც რეალობასთან ახლოს ყოფი უწოდოთ. კომპანიამ დააფიქსირა გარკვეული მიმართულებით შემოსავლების არც მეტი არც ნაკლები 350%-იანი ზრდა. ეს აღემატებოდა როგორც კომპანიის თავად შიდა მენეჯმენტის მოლოდინს, ასევე Wall Street-ის მოლოდინს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისათვის მთელი საინვესტიციო სამყაროს ყურადღება სწორედ ამ ერთ კომპანიაზე არის მიპყრობელი და როგორც გითხარით, არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ის უკვე ოფიციალურად გახდეს ტრილიონიანი კლუბის წევრი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ყველაზე დრამატული ზრდის ავტორი. მოკლედ, Oracle-ს მთელი აღმასვლა წინ აქვს, ამ აღმასვლის მიზეზი კი არის, რა თქმა უნდა, cloud ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდა და AI-ზე საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნის მატება. ამითი, რა თქმა უნდა, Oracle ძალიან დიდ სარგებელს იღებს და სწორედ ეს არის ის ძირითადი გამოპირობებელი მიზეზი, თუ რატომ დებს NASDAQ-ის ინდექსი ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ რეკორდულ შედეგს. მოკლედ, სანამ ამერიკული კომპანიები რაღაც შეუძლებელ შედეგებს აჩვენებენ, როა გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ევროპულ კომპანიებს ასეთი შთამბეჭდავი შედეგები მოგეხსენებათ არ აქვთ. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ევროპაში ასეთი ზრდა მსხვილ მასშტაბზე არ გვინახავს. პირიქით, თუ გადავხედავთ ევროპულ მაღალი მოდის ინდუსტრიას, საავტომობილო ინდუსტრიას, ან თუნდაც ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიებს, ნახავთ, რომ ამ სფეროში წარმოდგენილ კომპანიებს ევროპის მასშტაბით ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდად აქვთ საქმე, ანუ ამერიკა და ევროკავშირი ამ მხრივ არიან სრულ დისონანსში. ევროპასთან მინიმალური აცვლება, აზიაში კი შანხაი მცირედითაა გაზრდილი, ნიკეის ინდექს აქვს ამ ეტაპზე პლუს 0.87%, მაინც მთელი მსოფლიოს ყურადღება არის მიყრობელი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აქვე ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, ის არის გაძვირებული დაახლოებით 2%-ით და ბრენდის ფასი როგორც ხედავთ, $68 ნიშნულსაც კი უახლოვდება, WTI-ს რაც შეეხება ის $64-დაა ხელმისაწვდომი.
ბუნებრივი აირი არის გაძვირებული 2% და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი 33 ევროს შეადგენს. აი რაც შეეხება ოქროს. მისი ღირებულება, როგორც ხედავთ, უნციაზე არის 3641 დოლარი. ოქრო ამ წუთას იმყოფება რეკორდულ ზონაში, ხოლო დღის განმავლობაში მან 3670 დოლარიანი შულსაც კი მიაღწია, რაც საერთო ჯამში იყო რეკორდული მაჩვენებელი. ერთწლიან პერიოდში ოქროს აქვს არცმეტი არსნაკლები 45%-იანი ზრდა, ვერცხლიც დაახლოებით ანალოგიურად პოზიტიური შედეგით არის წარმოდგენილი. აქვე კრიპტოზეც უნდა ვისაუბროთ, ამ ხრივაც გვაქვს ზრდა 2%-ის ვარგლებში და ინდუსტრიის შეფასება არის 4 ტრილიონი დოლარი. ბიტკოინი ამჟამად ივაჭრება დაახლოებით 114,000, ეთერეუმის ფასი კი 4300-4400 დოლარის ვარგლებშია. საერთო ჯამში ბაზარი მზარდია და კაპიტალიზაციას რაც შეეხება, როგორც ხედავთ, ბიტკოინის გვაქვს 2 ტრილიონი 165 მილიარდი, ეთერეუმთან 528 მილიარდი დოლარი. აქვე დროა ვისაუბროთ უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ ქართულ კომპანიებზე. ამ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღესაც პოზიტიური შედეგი აქვს და მატება არის +0.86%. რაც შეეხება TBC-ს ამ შემთხვევაში გვაქვს +0.45%. აი ჩვენს ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, კურსი დოლართან ისევ და ისევ არის 2.79. ამ ხრივ ლარი ბოლო პერიოდში არის განსაკუთრებით სტაბილური. ევროს კურსი არის 3.15, სტერლინგის კურსი კი არის 3.64. და ბოლოს აქვე ტრადიციულად უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კომპანია, რომელიც ეს საინტერესო შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელშიც თანხის დაბანდების შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური სარგებლები, თანაც პასიურად, ხოლო ამ ფინანსური სარგებლის მოცულობა წრეულად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9.5%, ხოლო ანგარიზე 50000-ზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს კიდეც 11%. ეს არის ამონაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group, როგორც გითხარით, არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.